ლონდონში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე დღეს მხოლოდ ერთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ექსელის დარბაზში 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე ლომერ ჟორჟოლიანი გავა. ქართველი ძიუდოისტის პირველი ორთაბრძოლა თბილისის დროით 12 საათსა და 35 წუთზე დაიწყება. მისი მეტოქე რუმინელი დანიელ ბრატა იქნება. ჟორჟოლიანს თავისი მოწინააღმდეგე ორჯერ უკვე ჰყავს დამარცხებული. ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი დელეგაციის 35 სპორტსმენიდან 12-მა იასპარეზა. ოლიმპიურ თამაშებში ჯერ არ ჩართულა თავისუფალი და რომაული ჭიდაობის ნაკრები. როგორც აიღებს სტარტს, ისე გავა ბოლომდე რა. თავარია განეწყოს, პირველზე განეწყოს, არა აქვს მნიშვნელობა ის სუსტია, ძლიერია, ის ბარიერია ჩვეულებრივი და უნდა გადალახოს რა სპორტსმენმა და აი ჩვენც იმიტომ ვეხმარებით რომ გვერდში ვყავართ და რომ განვაცხოთ და მოვიყვანოთ ხასიათზე და საბრძოლო შემართება ცოტა აუმაღლოთ რა. ჩვენი მისია ეგ არის რა. როდესაც იუდოისტები დაამთავრებენ, ასევე ერთ-ერთი უძლიერესი ჩვენი ნაკრები ერთვება, ჭიდაობის ნაკრები, რომელიც მე ვფიქრობ განსაკუთრებით ბოლო 10 წლეულობის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო და ძლიერი ნაკრები არის თითქმის ყველა წონაში, თავისუფალ ჭიდაობაში ყველა წონაში გვაქვს ჩვენ შანსი რომ მაღალი შედეგი გქონდეს.